ჩვენ მივავთ ოქტომბრამდე და ავისრულებთ შენოცნებას, შემოცნებას. რა ვიცი, თუ რამე გვეშველება თქვენ ვერჩი ვიქნებით. იმიტომ ვართ აქ მოსულები, რომ გავიგოთ თქვენი პრობლემები, ასე რომ ოქტომბრიდან თქვენ თვითონ იგრძნობთ თქვენ თავზე შვებას. ასე რომ ეს არ არის მარტო სიტყვები ხა. სიტყვები თქვენ ბევრი მოგისმენიათ და ბევრი გსმენიათ, მაგრამ მარტო სიტყვას არ ენდოთ. ვენდოთ ამ ადამიანის საქმეს, რაც ამ ადამიანმა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის გააკეთა. მხოლოდ ამას ვენდოთ და არა სიტყვას. გამარჯვების მე მიხარია რაც მოხდა ქუთაისში, მე მიხარია რაც იქნება გურიაში და გურია თავისი ამ პატარა ღარიბულ ეზოს ესტუმრა ეს ჩვენი სათაყვანებელი ხალხი ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომლის ოცნებაც ხალბატონი ნინელი ჭანკვეთაძის, ალბათ ჩვენი ყველას ოცნება იქნებოდა რომ ბედნიერები ვართ, იმით რომ კახი კალაძე რა თქმა უნდა რომ ესაც მთელი მსოფლიო ტაშუყავდა და ბევრი ტალახი შეასხა ჩვენმა მთავრობამ, მაგრამ ხალხის გულში ამათ სიყვარულს ვერავინ ვერ წახის. მე მინდა გითხრათ მე ერთხელ მითხრეს გამაჩერეს და მითხრეს რომ შენ ძალიან ხმაურობ და შენი შვილიშვილი თბილისშია, ხო იცი, სპორტში არის ჩემი შვილიშვილი და ძალიან ხმაურობ, მე არ მეშინია. ჩემ შვილიშვილს ვერავინ ვერ შეეხება და მე საქართველოსთვის ბატონი ბიძინასთვის თავს დავდებ. სადაც ჩემი ხალხი, ჩემი ერი, ჩემი საქართველო, მეც იქ ვიქნები. იმიტომ რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ აგვაქვს.